მოგესალმებით დილამშვიდობის მოვედი ისევ კი იცით ხოლმე რომ ხანდახან ჩავარდნები მაქვს, ხანდახან მივაყრი ხოლმე ბევრი ვიდეოს ერთად, მაგრამ რავი რა, ხანისია. მოკლედ ვიდეოს ვწერ მიკროფონის გარეშე, იმიტომ რომ წეღან ჩავთე მიკროფონი, დავიწყე ვიდეოს გადაღება, მაგრამ დამჯდარია როგორც ყოველთვის. მიწევს ვიდეოს გადაღება მიკროფონის გარეშე და მაპატიეთ. ხანდახან იქნება ხმაში ჩავარდნები, მაგრამ რა ვიცი, ვეცდები რომ ესე ჩქარ-ჩქარა ვილაპარაკო, რომ ვიდეოს ხმა არ გაეთიშოს. მოკლედ კიდევ ერთი მზიანი დილა გათენდა, ისთვისაც მადლობელები უნდა ვიყოთ მართლა. ისეთი უბედურობები ხდება და ადამიანები დიდი, პატარა, მოხუცი, ყველანაირი ასაკის და ყველანაირი ადამიანები ისე მოულოდნელად იღუპებიან, რომ მართლაც რეალურად ბევრად უფრო მეტად მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთის, რომ კიდევ ერთი დღე გვაჩუქა. ეს არის, რა ვიცი, ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვაფასებთ. არა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თითოეული გათენებული დილა. მადლობა უნდა უთხრათ ღმერთს, რომ მოგცა კიდევ ერთი დღე, მოგცა კიდევ ერთი შანსი იმისთვის, რომ რაც გუშინ ვერ გავაკეთეთ, განხორციელება გავაგრძელოთ დღევანდელ დღეს. ჩვენი მიზნებისკენ სწრაფვა, ესე ვთქვათ. პერიოდია კი იცით და ბოლოს არის ვიდეოები და ჩემი ბოლოს არის მახსენდება ძალიან. პერიოდი იყო მართლა. ეგ დრო. თუ ვინმე მიყურებთ დამთავრებულები გილოცავთ ხალხო. უამრავ წარმატებას, ბედნიერებას, ნათელ მომავალს გისურვებთ. ვიწიშრომოთ, არასდროს არ დანებდეთ და სულ იფიქროთ განვითარებაზე. რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოთ, რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში იყოთ, ყოველთვის ეცადეთ, რომ განვითარდეთ, ყოველთვის ეცადეთ, რომ რაღაცას მიაღწიოთ. არასდროს არ ჩარჩეთ ერთ სიტუაციაში. გონოთ მართლა სტუდენტობა და რაღაც, მე მართლა სტუდენტობას რო წარმოვიდგენდი ხოლმე, ყოველთვის კარგის მეტზე ვერაფერზე ვერ ვიფიქრებდი. იმიტომ რომ სტუდენტობა მეგონა რაღაცა ძალიან მაგარი რაღაც რა, ახალი ცხოვრება, ახალი მეგობრები, ახალი თავგადასავალი, მაგრამ თურმე ასევე ზოგჯერ ყოფილა ძალიან, ესე ვთქვათ, რთული და დამღლელი პროცესი. ასე რომ იცოდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ, ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერს მიაღწევთ, მთავარია პირველ რიგში გჯეროდეთ თქვენ საკუთარი თავის. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენზე მეტად სხვა არავინ არ იცის, თუ რა შეგიძლიათ თქვენ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რამდენი შეგიძლიათ. მართლა. ამიტომ მთავარია თქვენ გჯეროდეთ პირველ რიგში, რომ გამოგივათ და აუცილებლად გამოგივათ. არასოდეს არ დანებდეთ
ყოველთვის ეცადეთ, რომ განვითარდეთ, წარმატებებს მიაღწიოთ. მე მართლა, რაც სკოლა დავამთავრე და რაც თბილისში ჩამოვედი, სტუდენტი რაც გავხდი, იმის მერე თითქოს დიდად ბევრი არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ რეალურად ჩემ თავში ვატყობ იმ ცვლილებას, რაც მაშინ არ იყო და რაც ეხლა არის. ეს არის 24/7-ზე ფიქრი განვითარებისკენ. სულ ფიქრობ, როგორ განვითარდე. არის ზოგჯერ მომენტები, როცა გადაღლილი ვარ, მაშინ განვითარებაზე მეტად ადამიანის ორგანიზმი ფიქრობს დანებებაზე. როცა ძალიან დაღლილი ხარ, ვერ ფიქრობ განვითარებაზე, ფიქრობ, რომ დანებდე, ყველაფერს თავი დაანებო, მიატოვო ყველაფრის კეთება, ხელი აიღო და ასე ვთქვათ, უბრალოდ დაისვენო რა, უბრალოდ მოწყდე ამ ერთი და იგივე სიტუაციას. მაგრამ რეალურად მაგრთული პერიოდი ბევრად უფრო გაანალიზებიებს იმ სიტუაციას, თუ რატო ხარ დაღლილი, რისი შეცვლა გინდა და ამ გადაღლილობის პერიოდის შემდეგ, როცა გადაღლილობას გაუმკლავდები, მე ბევრად უფრო მეტი მოტივაციით აგრძელებ, ესე ვთქვათ, ცხოვრებას და განვითარებაზე ფიქრს. ასე რომ, რა ვიცი, მანამ სანამ შესაძლებლობა გვაქვს იმის, რომ განვითარდეთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ყოველთვის განვითარებას. რაც ჩამოვედი თბილისში, იმის მერე ახლა ერთი და იგივე სიტუაცია, არც სამსახური გამომიცვლია, თქვათ, არც უნივერსიტეტი გამომიცვლია, რო ვთქვა, რომ რაღაცა შეიცვალა თქო. მაგრამ ერთი და იგივე სიტუაციაში ვარ ყოველ დღე რა, სამსახური, უნივერსიტეტი, სახლი. მაგრამ თავარი ის არის, რომ ამ სიტუაციაში ეცადო რაღაცნაირად განვითარდე. განვითარდე როგორ, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა რა. როცა სოფელში ვიყავი, რა ვიცი, დრო ისე გამყავდა, რომ საერთოდ არაფერზე და ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი რა. სოფელში გამყავდა დრო ესე ტელეფონის და უაზროდ. და რეალურად იმაზე მეტად მნიშვნელოვანია დრო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. იმიტომ რომ მართლაც არ ვიცით ხვალ რა მოხდება რა. ყველა ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ერთ წუთში შეიძლება ვიყოთ და მეორე წუთში რაღაც ისეთი მოხდეს, რომ აღარ ვიყოთ, ხო? ამიტომ არის, სანამ ამ ქვეყნად ვართ, სანამ ამ სიტუაციაში ვართ, ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ ყველაფრისთვის და სანამ გვაქვს შანსი, რომ ვიცხოვროთ და დავტკბეთ აქაური და ესეთი ცხოვრებით, უნდა ვიცხოვროთ და დავტკბეთ, რაც შეიძლება მეტად. ამიტომ დამოკიდებულება, რომ ერთხელ ცხოვრობ და რატო არ დავლევ და რატო არ მოვწევ და რატო არ გავიკეთებ წამალს. ერთხელ ცხოვრობთ, ხო? და რატო მოვიკლებ რამეს. სანამდე ვიცხოვრებ. თუ არ ვიცხოვრებ და არ ვიცხოვრებ. ხო, ერთხელ ცხოვრობთ და არაფერი არ უნდა მოვიკლოთ, მაგრამ ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია რა. როცა იცი, რომ ეს გავნებს, ეს გაზიანებს, რატო უნდა გინდოდეს, იმაზე უფრო ადრე სიკვდილი, ვიდრე მოკვდები. რეალურად შენ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რომ ვთქვათ 80 წლის უნდა მოკვდე, მაგრამ თუ სიგარეტს მოწევ, თუ წამალს გაიკეთებ, თუ 1000 უბედურობას იზავ, მოკვდები 50 წლის ან 60 წლის, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ რეალურად იცი ადამიანმა თუ რა ავნებს შენს ორგანიზმს და რა არის შენთვის ცუდი. რაც თბილისში ჩამოსული ვარ, რაც სტუდენტი გავხდი, რაც მუშაობა დავიწყე, იმის მერე ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ ცუდი თვისებები, ცუდი ჩვევები, რაც მაქვს, ის გადავაგდო, მოვიშორო და ესე ვთქვათ, ვეცადო
კარგი ჩვევები, კარგი თვისებები ჩამოვაყალიბო და შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ რა ვიცი, ჯერჯერობით გამომდის, რაღაცეები არ გამომდის, რაღაცეების ჩანაცვლება ხდება, უფრო ისეთი ესე ვთქვათ ალტერნატივით, რაც ბევრად უფრო უკეთესია. ანუ იმას სკოლის დამთავრებას მოვაყოლე ეს ყველაფერი. ეხლა მინდა ასევე ვილაპარაკო ძალიან ცუდ, ასე ვთქვათ, ჩემთვის მტკივნეულ თემაზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემი კლასელებიდან რომელიმე თუ მიყურებთ, მოგიკითხავთ. წელი ერთად ვისწავლეთ, ერთად ვიარეთ, ძალიან ბევრი კარგიც და ცუდიც გამოგვივლია და ეს არა, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, რა თქმა უნდა. თქვენს ანალოგიური წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს. რამ ახლა მივუახლოვდი ცოტა მტკივნეულ თემას და რომელზეც თითქოს თან საუბარი არ მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. 2 წლის წინ დავამთავრე სკოლა. მართლა ძალიან კარგი პერიოდი იყო. აი, ერთი სული რო გაქვს, როდის დაამთავრებ სკოლას და სკოლას რო ამთავრებ, უკვე ბოლო პერიოდში ის ერთი წელი გული გწყდება რაღაცნაირად, რომ არ გინდა რომ დასრულდეს რა. ანუ ძალიან ის არის რა, ეგეთ სიტუაცია, აუ ბავშვები რო იძახიან, აუ როდის დავამთავრებ სკოლასო და მე-12 კლასში ვინც მიდის, ყველას გული წყდება, რომ ამთავრებს, რომ თავდება, ესე ვთქვათ. კარგი, ესა რა ქვია, ბოლოზარი და ეგეთი რაღაცეები. დიდათ არ დაგვიგეგმავს, ანუ ძალიან ისე უცებ იმას ვქენით, გავაკეთეთ ბოლოზარის კონცერტიც, რაღაცა 1 საათიანი, ძალიან საყვარლობა და ძალიან უბრალო გამოვიდა და ესე დაუგეგმავად ხდებოდა, ძალიან ისე უცებ დაგეგმილად, ანუ წავედით მანქანებით, ფოტოების, ვიდეოების გადასაღებად, მერე რესტორანში ვიქეიფეთ, მერე მთელი 2-3 დღე ხან იმასთან, ხან ამასთან ვქეიფობდით, მერე ექსკურსიაზეც წავედით, ანუ ძალიან, ესე ვთქვათ, მრავალფეროვანი იყო ჩვენი ბოლოზარი და ძალიან სასიამოვნო იყო რა. კარგი იყო მართლა. ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან ისეთი რა, იდეალური. ხო და ყველაზე მეტად რაზეც რა თემაც ჩემთვის მტკივნეულია, არის ის, რომ მოგიყვებით ახლა დედაჩემიც შეიძლება უსმენდეს ახლა ამ ვიდეოს და ჩემი კლასელებიც, ჩემი მასწავლებლებიც, რავი, ნებისმიერი შეიძლება უსმენდეს ახლა ჩემი ნაცნობი ამ ვიდეოს და მოგიკითხავთ ყველას, მაგრამ ესე ვთქვათ, ამ თემას რო გვერდი აუარო, არ შემიძლია. შეიძლება ეგეთი სიტუაცია იყო, რომ ბოლოზარის პერიოდში დედიკოც და მამიკოც იყო ემიგრანტი. ჩემი დედაც და მამაც იყვნენ ემიგრანტები და ერთი მე და ჩემი ძამიკო ვიყავით, ჩემი ძამიკო, ჩემი ესე ვთქვათ, მე რა ზურგს რო გიმაგრებსო. ეგ იყო ჩემი ძამიკო. მე და ჩემი ძმა ვიყავით ერთად და ბოლოზარის პერიოდი რომ მახსენდება, კი ძალიან იდეალური იყო, ძალიან სასიამოვნო იყო, მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ
ყველაზე მეტად გულის დამწყვეტი ფაქტი რაც იყო, ის იყო, რომ მშობლები ვერ მყავდა იმ ეტაპისთვის გვერდში რა. ანუ ესეთ მნიშვნელოვან დღეს ჩემს გვერდით ვერ იყო ვერც დედა და ვერც მამა. და რეალურად ეს ის პრობლემაა და ეს ის ტკივილია, რომელიც ჩემზე უკეთ არავინ არ იცის რა. ანუ მე კი ძალიან განვიცდიდი, ძალიან მტკიოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. და მიუხედავად ამ ტკივილისა, მაინც ესე ვთქვათ, ვახერხებდი იმას, რომ მესიამოვნა იმ დღით და ესე ძალიან დადებითი ემოციები მიმეღო რა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისი, კი ახლა დღეს ისეთი სიტუაციაა და ისეთი ცხოვრებაა მოსული, რომ რა ვიცი, ალბათ ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც არის ემიგრაციაში და ასევე სამწუხაროდ არის ისეთი სიტუაციები, რომ ასე ვთქვათ, წელსაც ძალიან ბევრი შემთხვევა იქნება ეგეთი, რომ შვილი ამთავრებს სკოლას, მაგრამ მას მშობელი ვერ უდგას გვერდში ამ პერიოდისთვის, მაგრამ არაუშავს. ასევე თუ ვინმე მიყურებთ ეგეთი, იცოდეთ, რომ მეც ეგ სიტუაცია გამოვიარე, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ძლიერი ვარ რა. და ბევრად უფრო მეტადაც შემიძლია გავძლიერდე. თქვენ გამო არიან ისევ მშობლები წასული უცხოეთში, იმის გამო, რომ თქვენ კარგი მომავალი შეგიქმნათ, ასე რომ არ ინერვიულოთ, გამოვლილი. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და მიჭირს კიდეც. ეგეთი სიტუაცია იყო, რომ ანუ იყო რა ქვია, გავრცელებული სამწუხარო რეალობა იყო ემიგრანტობა. მე რო სკოლა დავამთავრე, მაშინაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ემიგრანტი იყო საქართველოდან წასული, მაგრამ ჩემს მშობლები ყავდათ ყველა სახეზე. ანუ სულ ვიყავით 8-ნი, 7 წილეობას და ამ 7-დან 6-ვე ბავშვს, ანუ 5 ბავშვს ყავდა მშობელი საქართველოში, მე-6 ბავშვის მშობელი იყო ემიგრაციაში და ეგეც ჩამოვიდა ბოლო ზარზე და ანუ გულია, რომ უყურებდე დამოკიდებულებას შვილების, შენი კლასელების მიმართ და შენ ვერ განიცდიდე იგივეს იმ პერიოდში. ფაქტს თუ პერიოდში ისე. მართლა უბრალოდ არ შემიძლია ემოციების შეკავება, როცა ესეთ რაღაცაზე ვსაუბრობ. რომ მშობლებიც, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც არ მაგრძნობინებდნენ ამ სიშორეს მშობლებისგან, მე მაინც ვგრძნობდი. ეგეთი რაღაც ვერ იგრძნო, გამორიცხულია უბრალოდ. მამა ჩემი იყო პოლონეთში მაგ პერიოდში. აპირებდა, რომ აკეთებდა და აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ
ვერ მოხერხდა ჩემის ჩამოსვლა და ერთადერთი ჩემი ძმა მყავდა ბოლოზარის პერიოდში, რომელმაც ძალიან ისეთი პიროვნება რა, მორცხვი პიროვნებაა და ანუ ვერავის ძალით რო არავის არ შეეტენება რა. ხო და რავი, ბოლოზარზე შემოირბინა უბრალოდ ცოტა ხნით და მე არც ექსკურსიაზე წამომყოლია, არც ვიდეოების გადასაღებად, არაფერში მონაწილეობა არ მიუღია, იმიტომ რომ რა ვიცი, იქით თუ არ შეთავაზე, აქეთ არ იმას იზავს, რა ქვია. არც მე არ შემითავაზებია, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან მორცხვი. და რეალურად ჩემი ძმის გვერდში დგომა მჭირდებოდა მე ბოლოზარზეც, ექსკურსიაზეც და რა ვიცი, ყველა მაგ სიტუაციაში. იმიტომ რომ ძალიან რა ვიცი, ვისაც იცდიათ ემიგრანტობა და მარტივად იძახით, რომ უიფულის საშოვნელად არიან ევროპაში წასული და მაგათ რა უჭირთ, თან ერთობიან, თან გულაობენ და თან ფულს შოულობენო, აი ეგეთი ხალხის ტვინში ჩამახედა ნეტა. ჯერ რას განიცდის, ანუ მეც არ მაქვს გამოცდილი ემიგრანტობა, მაგრამ ვიაზრებ, რა გზას გადიან და გააზრებაზე მეტად რთული არის, როცა შენ თვითონ გამოცდი. ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ესე მარტივად და ზედაპირულად ხედავენ ემიგრანტობის პროცესს, აი თვითონ რომ ცუდს არავის არ უსურვებ, ცუდის მსურველსაც არ ვუსურვებ იქით ცუდს, მაგრამ უბრალოდ რა ვიცი, არა აქვთ გამოცდილი და მარტივად საუბრობენ. ჯერ რა რთულია თვითონ შენთვის ემიგრანტი რო ხარ, ემიგრანტობა და მერე რამდენ რაღაცას კარგავ. ისედაც ხარ მოკლე ცხოვრებაში, რამდენ რაღაცას კარგავ. მით უმეტეს მშობელი თუ ხარ, რამდენი დედა, რამდენი მამა, რომ ძალიან პატარა ბავშვებს ტოვებენ თავიანთ სამშობლოში და აი რას განიცდის ემიგრანტი მშობელი, რას განიცდის შვილი, აი ბიჭი ვარ და კი ხედავთ, რომ უბრალოდ ემოციებმა მომაწვა და ამეტირა, აი ეგეთია რა. და გიჟდები იმ ადამიანებზე, ვინც ესე მარტივად უყურებს ამ ყველაფერს და ვინც საშოვნელად არიან წასული და ევროპაში ერთობიან და აი რაღაცა თვეში ერთხელ რო გავლენ, ხო იცით, სასეირნოდ ემიგრანტები. იმ ემიგრანტებზე მაქვს საუბარი, ვინებიც მოხუცების მოსავლელად არიან უცხოეთში წასული. თვეში ერთხელ რო გავლენ და რაღაცა ერთ ფოტოს გადაიღებენ, დადებენ და აი რა ვიცი, მთელი სამეზობლო და მთელი სანათესაო გადარეულია, რომ დედა თურმე როგორ ერთობა ევროპაში და თურმე როგორ კარგ სიტუაციაშია რა. მარტივია ხო? არა და ამ დროს წარმოიდგინეთ აბა, უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ, იქაური სიტუაცია რო არიცი, არაფერი არ გესმის, შედიხარ ვიღაც მოხუცთან, რომლის ჭკუაზეც უნდა იარო, ვინ იცის კარგი შეგხვდება თუ ცუდი, ძალიან იშვიათია რომ მოხუცი კარგი ხასიათების შეგხვდეს, იმიტომ რომ ამხელა ფულს რო გიხდის, რა თქმა უნდა მომთხოვნია და წარმოიდგინეთ რა, ანუ მონასავით მუშაობ, მართლა მაპატიეთ, მაგრამ რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთო და ანუ მის ჭკუაზე უნდა იარო, რასაც ქვია. იმიტომ რომ ის შენ ფულს გიხდის და
ვერ იმასიზავ რა, ზედმეტს ვერ ეტყვი. ანუ ოდნავ ხმას რომ მოუმატო ან რაღაცა ხო, გამოხვედი წყობილებიდან გაქისიანდი. ძალიან მარტივად შეიძლება უბრალოდ დაკარგო სამსახური და რადგანაც ეს სამსახური შენთვის და შენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, გიწევს რაღაცეების მოთმენა და რაღაცეების ატანა. ხო და აი ძალიან რთულია რამდენადაც წყდები შენს სამშობლოს, შენს ოჯახის წევრებს, ძვირფას ადამიანებს. ესეთ შრომას და ესეთ სიტუაციას გადიხარ და მერე ზოგიერთები ძალიან მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს რა. თუნ ადამიანი უნდა იყო მოხერხებული, მოტივირებული, ასე ვთქვათ, ენერგიული, შრომის მოყვარე და ყველგან მიაღწევ რაღაცას რა. თავარია შენი მიზანი დაისახო და იმ მიზნის გამო იბრძოლო და იშრომო ძალიან ბევრი. ვიაზრებ მართლა, რომ რა სიტუაციაში არიან ახალგაზრდები რა. ძალიან რთულ სიტუაციაშია, ცუდ მდგომარეობაშია, აი მართლა ძალით რო იკლავენ თავს რა. ანუ რო ეწევიან, რო იკეთებენ, რო ლოთობენ და ფიქრები და გონება აქვთ სრულიად არეული. ანუ აი ესე უბრალოდ დაკეთებენ და ფიქრობენ იმაზე, რომ ხსენება დამემთავრდა, გამეთიშა ვიდეო, წაშლილი ვიდეოები წავშალე და ესა ვაგრძელებ გადაღებას. ხო, საუბრობდი იმაზე, რომ ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები ძალით რო იღუპავენ თავს რა. ანუ ფიქრები და გონება რო აქვთ არეული და მხოლოდ იმას რო ფიქრობენ, რომ რაც იქნება, იქნება რა. ანუ ხვალინდელ დღეზე რო არ ფიქრობენ და როგორი სიტუაციაშიც არიან, ისეთ სიტუაციაში რო რჩებიან და რო უარესდებათ სიტუაცია რა. განვითარებაზე ზედმეტია საუბარი, ანუ აი ეგრე რო ფიქრობენ ზუსტად რაც თქვი, რომ რაც ერთხელ ცხოვრობთ და რაც გვინდა ის უნდა ვაკეთოთ. ხო და რავი რა, ძალიან იმიტომ რომ ერთხელ რო ცხოვრობთ და ესეთი ხანმოკლე ცხოვრება რო გაგვაჩნია, ზუსტად მაგიტომ უნდა ვეცადოთ, ესე ვთქვათ, განვითარდეთ, რაღაცას მივაღწიოთ, რაღაცა ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ და რა ვიცი, ამაზე ფიქრის და განვითარების ნაცვლად უბრალოდ არაფერზე არ ფიქრობენ რა. ანუ ხეში არიან. და კი იცით, რომ ახალგაზრდები არასრულწლოვნებით ძალიან ხელიდან არიან წასულები რა. ძალიან ბევრი. არის მართლა, თუნდაც ჩემი მეგობარი ავიღოთ, არის 14-15 წლის ბავშვები, კი საქართველოში ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, მუშაობა, თავის გატანა, წარმატების მიღწევა, ძალიან პატარა ხელფასი გაქვს და ძალიან ბევრი ოცნებები და მიზნები რა. ანუ მართლა ვერ ახერხებ საკუთარი თავი, საკუთარი ხელფასი, რომ საკუთარ თავს მოახმარო, ესე ვთქვათ, შენი ოცნებისთვის, მიზნებისთვის, ასევე ჭამისთვის, მისთვის, თავის გატანისთვის, ჩაცმა, სწავლის ფული, ქირის ფული, ანუ კომუნალურები, უბრალოდ ვერ ახერხებ, რომ ძალიან რთულია უпростоრედ მოხერხებით კი ყველაფერს მოახერხებ თუ მოინდომებ, მაგრამ ძალიან რთულია, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერს ამყოფინო შენი ხელფასი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა არის ახალგაზრდები, რომლებიც
14-15 წლის ასაკშიც კი მუშაობენ ნახევარი განაკვეთით, რომლებსაც აქვთ 300-400 ლარი ხელფასი, მაგრამ ეს მაინც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. პირველ რიგში იმას, რომ პატარა ასაკიდანვე ეჩვევიან შრომას და სწავლობენ თავისი შრომით გამომუშავებული თანხის სწორად მოხმარებას, ესე ვთქვათ რა. და არასრულწლოვნების კატეგორია, რომლებიც უბრალოდ მოპარვაზე არიან გადასული, 1000 უბედურობას კადრულობენ და აეგრე ემაშვებიან რა, ეგრე გააქვთ თავი. ძალიან ცუდი და ძალიან სამწუხარო ფაქტია. მაგრამ რას ვიზავთ? ეგრე ხდება რა. გაჭირვებული ქვეყანაც ძალიან ბევრი არსებობს, სადაც უარესები ხდება. ტატუ გავიკეთე, კი ნახავდით მას რო ისმევდი მაშინ, გავიკეთე ტატუ როგორც იქნა, მაგრამ საშინელი გაკეთებულია და საერთოდ არ მომწონს. ამ ტატუს გაკეთება მინდოდა და თვითმფრინავი და პულსი, ესე ვთქვათ. ესეც არის ჩემი მიგრანტ მშობლებთან დაკავშირებული ტატუ რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი იყო ცხოვრების ეს პერიოდი, როცა უბრალოდ მშობლების გარეშე ცხოვრებას არ ვიყავი შეჩვეული, ანუ ერთი დღეც კი სულ დედაჩემს დავსდევდი ყველგან, სულ დედაჩემს და მამაჩემს შუაში ვეწექი ძალიან დიდ ასაკამდე, ძალიან დიდ ასაკამდე და უბრალოდ დედაჩემის გარეშე არ შემეძლო, რომ ერთი დღეც რო გავჩერებულიყავი. ხო და ამის მერე ხდება ეგეთი რაღაც, რომ დედაჩემი მიდის უცხოეთში და უბრალოდ მიწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ დედაჩემისგან შორს უნდა ვიყო. და მერე მამაჩემიც მალე წავიდა და ეგრე შევეგუე მშობლების ემიგრანტობას და ეს სტატუც თვითმფრინავი და გულისცემის პულსი ასოცირდება, თვითმფრინავი ასოცირდება ჩემი მშობლების, ესე ვთქვათ, გაფრენასთან, ემიგრანტობასთან და ეს გულის პულსი, ანუ ეს სიტუაცია გულში არის, აქ არის. და ასევე ეს ტატუ რო გავიკეთე, მერე დავაკვირდი, ანუ ხშირი ყურების შემდეგ დავაკვირდი, რომ სხვა ახსნაც აქვს ამ ყველაფერს რა. ანუ თითქოს ცხოვრების განვლილი გზაც არის. აქედან ხო დაიწყეთ და ეს ცხოვრების განვლილი გზა არის, როცა არის ზოგჯერ სიტუაცია, როცა სწორგზას ვერად გახარ და ძალიან არეული ხარ და მაინც წინ მიდიხარ და მაინც, ესე ვთქვათ, ბოლოს სწორგზას რო ადგები რა, მაინც. ნუ, ეგ ახსნა მერე მოვუფიქრე, მაგრამ ეგეც არის რა, რომ ესე ძალიან არასწორი გზის და ესე ვთქვათ, არეული და რთული გზის მერე ისევ სწორგზას ადგახარ. ანუ ეგ აზრიც დევს რატომღაც ამ ტატუში. ნუ მოკლედ, ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 6 თვეა ტატუს გაკეთება მინდა. რაღაცა დროს ძალიან მომიული და სურვილი და რაღაცა დროს უბრალოდ მიმავიწყდებოდა და ხო ვერ მივედი ტატუ არტისტამდე, ტატუ სტუდიომდე და როგორც იქნა, რავი, ხელფასი რო ჩამერიცხა, აქვე ახლო-მახლო ტატუ სტუდია მოვიძიე და არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ უბრალოდ გამეკეთებინა ტატუ და არ ქონდა მნიშვნელობა, სად გავიკეთებდი რა, რომელ ტატუ სტუდიაში. მაგრამ როდესაც იცი, რომ ეს მნიშვნელოვანი ტატუ გრჩება მთელი ცხოვრება, ანუ არის შენი მეგზური, ძალიან ბევრი რაღაცა გასათვალისწინებელი რა. პირველ რიგში უნდა მოგწონდეს, რა თქმა უნდა, და იდეალური უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს
მთელი ცხოვრება შენ სხეულზე იქნება, ხო? მაგრამ ძალიან ცუდად გამიკეთეს. ანუ რაღაცა პატარ-პატარა ვიდეოების და პატარ-პატარა კადრების გადაღება მინდოდა, შემოთავაზება მინდოდა თქვენთვის და ესე ვთქვათ, ანუ იმ ტატუ სტუდიოს ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის, სადაც გავიკეთე, მაგრამ არ მომეწონა საერთოდ და გადავიფიქრე. ანუ ვიდეოში ბევრად უფრო სხვანაირად ჩანს, ბევრად უფრო მუქად ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი. ანუ 50 ლარი გადავიხადე ამ ტატუში და როდესაც ის პარკი რაც გადაკრული მქონდა ამ ტატუზე, მეოთხე დღეს რო ავიცალე ეგ პარკი და რო დავიმუშავე, ესე ვთქვათ, ტატუ, რო ჩამოვიბანე საპნიანი წყლით და მერე მაზი რო წავისვი, მივხვდი, რომ ძალიან საშინლად გამოიყურებოდა. ანუ მერე შევამჩნიე ის პატარ-პატარა დეტალები, რაც არ მომწონს. მანამდე ვერ შევამჩნიე, იმიტომ რომ რო დამახატა და ხატვას რომ მორჩა, იდეალურად გამოიყურებოდა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა მართლა, მაგრამ მერე გამოჩნდა ის ნაკლები, რაც აქვს. ხო და რეალურად შეხორცების პროცესშია და აწი უფრო უკეთ გამოჩნდება ის ნაკლები, რაც ამ ტატუს აქვს, იმიტომ რომ გაღიავდება ნელ-ნელა. კიდე არ გინდა დაბანა გიწევს, რაღაცა გიწევს, გაღიავდება. მოვლით იდეალურად ვუვლი ტატუს, რავი, არც წყალი მიმიკარებია გადაკრული რომ მქონდა მაგ პერიოდში, არც ამიხსნია 3 დღის მერე ავიხსენი მეოთხე დღეს, მაგრამ მივწერე რა, ვაჩვენე ტატუ, მივწერე და ანუ ვუთხარი, რაც იყო, როგორც იყო და ჩემი პრობლემაა, რომ ესა მელანი ღრმად არ შეუშვიო კანშიო და თვითმფრინავს გადატარება დაჭირდებაო. შეხორცდესო, შეხორცების შემდეგ ფოტო ჩამიგდეო და ესაო რა, გადაგატარებო. რა თქმა უნდა გადამატაროს. ყველა იმ დეტალს შევასწორებიებ, რაც არ მომწონს. სიმორცხვე ძალიან ხშირად დამღუპველია რა. ძალიან ბევრჯერ მithქვავს, რომ ზედმეტად მორცხვი ვარ. და სიმორცხვე ზოგჯერ დამღუპველია. ანუ როცა იკეთებ ტატუს და როცა იცი, რომ ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც არის. შენი ცხოვრების მეგზური, ესე ვთქვათ. მოგერიდოს იქ იმის თქმა, რომ რაღაც არ მოგწონს და რაღაც გაასწოროს რა. მე ძალიან მორცხვი ვარ. კი თავიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა ტატუ, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა დეტალები არ მომწონდა, რომელიც ვერ ვუთხარი, რომ აი ეს შეასწორე, ეს ცოტა თუნდაც ეს ტატუ, თუნდაც აი თავიდან რომ ის ნახატი დამადო და მელანი გადამიყვანა, ესე ვთქვათ, კანზე, თუნდაც ის ვერ ვუთხარი, რომ ეს ტატუ ცოტა დაქანებულია, ცოტა აქეთ უნდა იყოს. ანუ ეგეთი რაღაცების არ უნდა მოგერიდოთ და მე მომერიდა, ესე ვთქვათ, რომ დაასრულა მუშაობა და აბა როგორია, მოგწონს? კი მომწონს. მართლა მომწონდა იმ პერიოდში, მაგრამ მაშინვე დავინახე რაღაც პატარა დეტალები, რაც იყო გასასწორებელი, თუმცა ვერ ვუთხარი. აი ეგ არის, რომ სიმორცხვე ზოგჯერ დამღუპველია. ხო და ეხლა რომ მივალ ამ ტატუს რო შევიხორცებ და 2 კვირა ჭირდება დაახლოებით და 5-6 დღე კია უკვე გასული, მეტიც, ანუ დაახლოებით 1-8 დღეში რო წავალ, ვეტყვი, რომ აუცილებლად მივწერ და აუცილებლად ვეტყვი, რომ თუ ისევ იგივე სიტუაცია უნდა განმეორდეს, ანუ თუ ისევ იგივე შეცდომები უნდა განმეორდეს, უბრალოდ ვეტყვი, რომ მირჩევნია სხვაგან წავიდე, ფული გადავიხადო ხელმეორედ და გამიკეთონ კარგად. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ძალიან ლამაზია ესეც, ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალი არის გასასწორებელი. ვაიმე, ასე წევს და
როგორ გაიზმორა იცით კატა? ესე გადაილაგა თათები, გადააჯვარედინა და სახეზე გადაილაგა თათები. რა გემრიელად წევს ნეტა განახატა. ესეთ სიტუაცია როგორც იქნა გავიკეთე ტატუ და ტატუმ შეთრევა იცისო, ამბობენ, მაგრამ მე არ მიყვარს, აი მთლიანად რო ჩაფერადებულები არიან, ეგ არ მიყვარს. აი უბრალოდ რო გაშავებული აქვს რა, მთელი ხელფეხი და ძალიან ბევრი ტატუები რო აქვს, ეგ არ მიყვარს. მე მაქსიმუმ 2-3 ტატუ დავიხატო, 2-ის მეტს ისედაც არ ვაპირებ, ეგეც ძალიან პატარა ზომის რა. და არ მიყვარს კიდევ სახეზე ტატუ, კისერზე ტატუ, ძალიან ისეთ ადგილებში რა. დავიხატავ ალბათ კატასთან დაკავშირებულ ტატუს, იმიტომ რომ კატა ძალიან მიყვარს. ალბათ თათებს დავიხატავ, შავ თათებს, კატის თათებს. მაგრამ რავი, მეტი ტატუს დახატვას ჯერჯერობით არ ვაპირებ. რაც დავიხატე, ისიც საშინელებაა და ეგეც ძალიან გამოსასწორებელი და გასალამაზებელია. თუმცა მოვიხსნი ამ სიმორცხვეს და დაველაპარაკები, რომ ვეტყვი, რომ კარგად გამიკეთოს და გამოასწოროს მისი დაშვებული შეცდომა. ეს ტატუ უბრალოდ ტატუს გარდა ყველაფერია. წავედი ახლა გავიქეცი აბა დროებით. კარგ დღეს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.